Რაღაც ცნობილია მარიონეტების დამზადების ძველი ტრადიცია. ეს ხელობა დღეს უკვე ჩეხური კულტურის განუყოფელი ნაწილია. მარიონეტების დამზადების ტრადიცია ჩეხეთში მე-18 საუკუნიდან იწყება. მათ ამზადებდნენ ქუჩის პიესებისთვის. იმ დროისათვის ეს სანახაობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლეხებში და ქალაქის საზოგადოების საშუალო ფენებში. ჩეხეთის მარიონეტების თეატრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა. მარიონეტების მაღაზიებში ნახავთ ადგილობრივი ოსტატების მიერ ხელით ნაკეთ ფერად და მოხდენილ თოჯინებს, რომლებიც ასახავენ გმირებს ჩეხური ფოლკლორიდან, მსოფლიოს დიდი პიესებიდან, ცნობილი ზღაპრებიდან ან ფილმებიდან. ასევე შეხვდებით ისტორიულ პერსონაჟებსაც. არაერთი ტურისტი ცდილობს პრაღიდან სამახსოვრო მარიონეტის წაღებას. ჩეხები კარგი ხალხი ჩანს. სულ დიკუიუ მათებურად გამარჯობა აკერიათ პირზე. მაღლები, გამხდრები, ღიმილიანები და ლამაზები. მათ დიდი მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისა და კულტურისადმი. ქვეყანა ცნობილია თავისი ძლიერი განათლების სისტემით. ირჩევთ პრაღაში აუცილებლად იყიდოთ მგზავრობის ბარათები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქის ძველ უბნებში გიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოგზაურობა. რადგან აქ ხშირად დადიან ქალაქის სატრანსპორტო სამსახურიდან და სამგზავრო ბარათზე არ ქონის შემთხვევაში ჯარიმა 40 ევროს შეადგენს. სად გავიარეთ მარიონეტების მაღაზიები, სადაც შევიძინეთ მარიონეტი, რომელსაც დავარქვით პინო.